ვარ ლამარა ბაშიძე. აი ამ პარტიის მეპატრონე. ხო და ერთ-ერთმა ეგრეთ წოდებული ინვესტორი ვარ ამბობს. იყიდა მან ეს ობიექტი, ეს მიწა, ობიექტი არა, ეს მიწა. აი ამის აქეთ. აი ეს მონაკვეთი. აი ამის აქეთ. ეს გავიგე მე რამოდენიმე თვის წინ, როცა მაგან იყიდა ეს შენობა. ეს მიწა. აზორ ჯირბაძეს დაურეკა რომ მე შენი მაღაზია და შენი სასადილო ვიყიდებ. კაცმა იმ ფაქტი კინაღა მიიღო. მირაკავს ნო შენი მაღაზია და ბარი ვიყიდებ. როგორ იგივე შენ მაღაზია და ბარი მეთქი მე უკანა ჩემი კერძო საკუთრებაა 27 წელია. მოვალო მაქაო და მაგას გადაგიწვაო 300.000 მაგაში გადახტილი რა შენი კერძო საკუთრებაა. მე და გამიტიშა ტელეფონი. მივედი მეორე დღეს მერიაში. მივედი ბატონმა დავით კოპინაძემ მითხრა დავარკო ყველაფერს მე საქმის ხურში არ ვარო. 99 წელში ვიყიდე ეს ჩემი შენობა ნაგებობები, რასაც ხედავთ თქვენ აქ. 2007 წელში რომ გამევიდა კანონი რომ თვითნებულად ვისაც ხოდა დაკავებული ის პარტი უნდა დაეკანონებიათ. აქ რასაც ხედავთ გადაუღეთ ეს ხონდა ასე 2007 წელში ყველაფერი რომ შევიტანე საბუთები მომივიდა ასეთი პასუხი საერთო სარგებლობის იყო მე და ლამარას პარტი გაყოფა გააკეთეთ გაყოფის შემდეგ არანაირი პრობლემა არ გაქვთ და აღიარებით მოგცემთო რომ გავაკეთეთ გაყოფა ოფიციალურად მე რომ შევიტანე მე მევიდა ბათუმიდან მერიდან კომისია აგერ განახვათ მაგ საბუთი ყველაფერი მათი ხელწერებით ყველანაირ ნორმებს აკმაყოფილებს შენი რასაც გვედავებიან ეს პარტი რომ აღიარებით მოეცეს დაწერეს ყველაფერი და ხელწერები ბეჭედი ყველაფერი მე რა შევიტანეთ ისე მერიაში მერია სხვადასხვა მიზეზების გამო გვეუბნებოდა ვარს ამის ყიდვის მიზანი და მიზეზი არის რომ იყიდოს ეს შენობები ძველი შენობებია უსახურო შენობებიაო ასეთიაო ისეთიაო და მაგას მე პენსიონერი ვარ იცის და გაჭირვებული ვარ და ვფიქრობს რომ ეს იმას ვერც გააკეთებს, ვერც გააკირაებს, ვერც გაარემონტებს. ამის იმედით აქ ეს მიწა ნაყიდი და ამ მიწას არ დავთვლით თუ საყიდელია ამას ჩვენ ვიყიდით და მე ვიყიდით. მისი საყიდელია არ იყო აქ ეს მიწა. ხვალთო დილასო და თქვენი რაც ნივთები და რამე გაქვთ გარეთ დახვდებათო გადაყრილიო მე ამას გაგიკეთებთო ასეო იმდენ ჯარიმებს ამას გამოგიწერინო თქვენ დღეში რო ვერ გადეიხადოთო და რაც მაგი გაქვთ თვითონ თქვენი საკუთარი შენობასაც წაგართმევთო და ჩვენ ჩემი საკუთრება გახდებაო ამას კვირდებიო მითხრა გავიხედე და 5 წუთი აქ არ გასულა და მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ მეორე იმაზე სახელგვარი ვკითხეს მეთქი რა ხდება 3 ადამიანი იყო მოსული რა ხდება და აგერ უკანო შენობა რომ ნაგებობა რომ გაქვთო შენობა ნაგებობა უნდა დაიშალოთო თუ არ დაშლითო 6000 ლარი და ჯარიმდებითო და ჩვენ თვითონ დაგიშლითო ბექათვალაძე მოდის და კითხულობს როდის გავაქირავე როდის ჯარიმა გაეკრა როდის გაფრთხილება გაეკრა ერთ დღეს მოვიდა აქა და აქ რო ჯარიმა იყო სადააო ხმამაღლა თუ არ არის თვითონ რამე საქმის ხურში და თუ არ არის ეს მისი ნაყიდი, რატომ კითხულობს ან ჯარიმას, ან გაფრთხილებას, საიდან იცის რომ ასეთი რამე ხდება? გავაქირავე მე ეს ობიექტი 7 წლით. შეიტანა ინვენტარი მქირავებელმა. ჩამიკეტა მანქანით აქა ძველი უმოქმედო მანქანა ჩამიგდა. ხო და იძულებული გახდა ეს პიროვნება რომ წასულიყო დაეცალა მაღაზია და წასულიყო. მე თქვენ რას გიზამნახეთ აბა და მე თქვენ ასე და გამხობ თავზე და მე თქვენ ასე გიზამთ და მე ხშირად არის მასეთი სკამათი ტელეფონშიც თუ გინდა და პირადადაც რომ შეგხდეს არას გიზამნახე მითხრა 5 ჯერ თუ 6 ჯერ რომ მივედით მე გვითხრა რომ უნდა შეიტანოთ თქვენ სასამართლოშიო და მე აღიარებაც ადვილი იქნებაო რა და გადაუფორმა ასმა ტარძენაძე ეს პარტი ვინც ახლა ჩვენ გვეუბნება ბექათვალაძეა მშენებელი იმისი სიდედრია ბექათვალაძე რომელიც ჩვენ გვემუქრება ახლა რომ ყველანაირად გვემუქრება რომ
გაგანადგურებთ, ასე გიძამთ, ისე გიძამთ, ისე ჯარიმებს დაგაკისრებთ, რომ ანუ ვერ გადაერთით და რაღაცა. 2007 წლიდან ვფლობ ამ ქონებას. მე ვიყიდე, ვისიც იყო კერძო. ვანაძე იყო ვახტანგი ვანაძედან ნაყიდი მაქვს და ჩვეულებრივად საბუთის ნორმაში მაქვს და რეესტრიც მაქვს და ყველაფერი მაქვს და ეს იყო კომერციული ფარტი და არის კიდევ კომერციული ფარტად დარეგისტრირებული. მისამართი აქედან მაქვს, წყალი შუქი აქედან მაქვს და მისი ბექა თვალეძის ბრძანებით არ გავაკეთებ ბესიკის მხრიდან შემოსავლას. მერიასო შეფასებული აქო 47,000 ლარათო დაგინგრევს მერიაო მაგასო მაგ შენობასო ხო და მეო დამეჩოქები მერეო მოხვა დამეჩოქები რომ მეო ბექაო ჩემი შენობა იყიდე 2 კაპიკი წამიმატეს რომ გაგვაწვალოს და ჩვენ რომ იძულებული გავხადოს რომ მივყიდოთ აი შენობა როგორც მას უნდა 40 წელი ამ უბანში ვცხოვრობ, ეს მაღაზია დგას, ეს ხალხი მუშაობს. დავდივარ, მივდივარ, მოვდივარ, მოწინააღმდეგე არ გამიგონია ვინმე ამ წინ ეზოში, ახლა ვგებულობ რომ ვიღაცას უყიდია. ასე თუ იყიდებოდა ფართები ტროტუარის გასწრილ არის წინ კიბის საფეხურები, მე არ ვიცოდი, არ ვიცი ახლა მესმის და გაკვირვებას ვარ რა ხდება საერთოდ. შეიძლება იყოს თავისუფალი მერის ტერიტორია, მაგრამ შეკითხვით, როგორც მეზობელი, შესასვლელი, კარის ძირი, ამ პიროვნება შესასვლელია და ობიექტ შესასვლელი არ ჭირდება? ერთადერთი გზა ჩვენი, რომელიც მაღაზიასთან მიდის, ჩაკეტილში ვარ. ვერ შევალ, ვერ გამოვალ. ისედაც დაპატიმრებული ვიქნები, რომ იყოს იგი და მე მაგას ვიტყო, რომ მე ჩემი გზა გამითავისუფლონ და არა პირიქით. არ ვიცი მერია როგორ დამინგრევს, როგორ წარმოედგინა მას, არ ვიცი და მე ვიცი რომ მერია ვერ დამინგრევს. არანაირ საფრთხეს არ ქმნის ჩემი კომერციული პარტი მერიამ რომ მე დამინგრევს. ინსპექცია გამოჩნდა, მე ეს იგი კარები რო ჩავსვი, მიჩივლა, ნაჩივლიაო, ფარული კიმითო, ტელეფონითო, ვინ მიჩივლა მეთქი და ნაჩივლიაო მეზობელი, ვისგან მე ვხარ მეზობელია, ვინა მე ვხარი. მე ვიცოდი რომ ეს იყო. ჩივლა ბექა თვალაძე. რომ შევცვალე ძველი ახლით. ფასადი მე 1 სანტიმეტრი მომატებული არ მაქვს. არც გასული ვარ, არც შემოსული ვარ, არც არაფერი აბსოლუტურად როგორც ხედავ, ძველი შავი კონსტრუქცია იქ ეთყობა, იგერ ზემოთ, გვერდებიდანაც ეთყობა. შავი ალმატურის კონსტრუქცია იყო, შავი სტეკლოებით. ჩასმული. თუ აქვან ძველი ფოტო თვითონ მოვიდეთ და ნახოთ. არ მიმართავს, იმიტომ რომ მე მაგი რომ მოვიკითხე, თუ არ ამატებ რამეს და არაფერს არ ზედმეტად არ აკეთებო, არაა საჭირო. ასე ვიცოდი თუ არა, რატომ მერიაც არ მომცემდა ნებას, რომ ძველი შემეცვალა ახლით, მე მგონი მომცემდა მერია მაგის ნებას. მე ვწერდი მერიაში რამოდენიმეჯერ მქონდა ნახაზით შეტანილი მქონდა, რომ თვით აღიარებაზე მეყიდა ეს მიწა. და ვარი მომივიდა, სამჯერ მქონდა შეტანილი მერიაში და ვარი მომივიდა. ვარი რომ მომივიდა, მე ამ მიწის შესყიდვას ველოდებოდი, რომ ეს გამეპარტოვებია და გამეკეთებია. რადგან ამ მიწის შესყიდვის მიზანზე ვერ მივაღწიე, გავარემონტე და ვიფიქრე გავარემონტებ და გავაქირეებ და მექნება რამე შემოსავალი თქო და მოვიდა აქ ეზოში რომ მემუქრა შემეუღლეს 9 საათში ზედამხედველობის სამსახური მიიყვანა. ჩვენ რომ მე მაგალითად თავრობის თავმჯდომარესთან რომ დავწერე და თავრობის თავმჯდომარემ ზედამხედველობის იმას დააწერა თონიკოს დროზე სამსახურს ზედამხედველობის სამსახურმა 2 თვე მატყუა. 2 შაბათ მოვალ, 5 შაბათი წვიმა არ არის, 3 შაბათ მოვალ რაღაცა ადგილზე თუ ხარ, ანდორის ზუგდიდზე თუ ხარ კი. ხო? 2 თვის მერე მომწერა წერილი ეს ჩვენ არ გვეხებო. საერთოდ არ მოვიდა, ამია. ეს ქონება არის ჩემი საარსებო. ამდენი წელია ვშრომობ, ვწვალობ, ამ ხნის ხალი ვარ. არასოდეს ზედმეტი არავისთვის არ გამიკეთებია, სულ პატიოსნავს ვშრომობდი და რატომ უნდა წამართვა სრულკმაპური ვიღაცა ბექამ და ვიღაცებმა. რადგან იმას პარლამენტში თუ ვიღაცა თავრობაში ხალხი იყავს, ჩვენთან ახალს პირიქით ხელი უნდა შეუწყონ, რომ იმუშაო და სახელმწიფოს კმაყოფაზე არ ვიყო. აბა, მანდა მაინც სოციალურად დაუცველი ვიყო და სახელმწიფოს კმაყოფაზე ვიყო. ჩემი შრომით შევჭამ, პურის ფული აქ მეტი რა მაღაზიაში. ერთხელ პატარა მაღაზია მაქვს, რომელშიც პროდუქტს ყიდი და საჭმელი მიმაქვს სახლში, ოჯახში. მეტი წამალ შემოსავალი არ მაქვს და დავჩეთ უმუშევარი და ვიღაცა ბექამ, რომელსაც მილიონები და მილიარდები აქვს და 1000 ადგილას აქვს აშენებული, აი მშენებლობები და იმას რატო უნდა მიყიდოს? ჩვენი შესასვლელი, ჩვენი უნდა ვიკანონებთ, კაცო და
ჩვენ ვიყიდით თუ იყოს გასაყიდი და არა ვიღაცებს და კანე საჩხუბრად და საიმად რა ერთმანეთი მოუკლათ ხალხმა და ხოცო ახალ შენობაში მაღალ ჭერიანსო 35 კვადრატულ კომერციულ ფარს მოგცემოდა 35 კვადრატ ბინას მოგცემ. რომელსაც აქავაშენებო, ხო? რომელსაც აქავაშენებო. რა თქმა უნდა, მაგის ინტერესი არის, რომ იმან ააშენოს აქა მრავალსართულიანი სახლი, იმიტომ რომ აქედან რომ მოყვება, უკვე აქეთ შემდეგისკენ ადვილია უფრო აღება. არასოდეს არ წავარ მაგასთან მოლაპარაკებაზე. შეიძლება სხვა ინვესტორს ნახევარფასებში მივწედა, მაგას არა. მაგან იმდენი რაღაცა იკადრა აქა, მაგას არ იკადრებს არც ერთი ადამიანი. ამას ვინ იყიდის ახლა? გააჩერე, ესე იგი, ქუჩაში გამვლელი, ყველა პირველი, ყველა სულ ერთი არ აქვს მნიშვნელობა და ეს მიწა იყიდებათ ხო უთხარი და თუ იყიდის ვინმე ამას. არავითარ შემთხვევაში. ამას კაცი არ იყიდის. ამერთან რომ ვიყავით, ამას არ მოუწერია ჯერ დაახლოებით 2 თვის უკან ვიყავით, მაგრამ ამანაც რაიტი ექსპერტიზის გასკვნა გვაქვს ჩვენ, რომ ერთადერთი შესაძლებელია ჩვენი. ხო და სასამართლოს მივმართეთ დაახლოებით ალბათ სექტემბერში სრულდება 2 წელი ეს რაც მოხდა რა. ხო და დაახლოებით წელიწადნახევარია მეტი რომ მივმართეთ ჯერ არ ჩანიშნულა ჩვენი სასამართლო. და იმათ მიმართეს ამის გამონთავისუფლება და 7 ძილი ჩატარდა. და ხუთსართულიანებიდან იმდა ხალხი ჩამოვარდა რაჭის რატო გემუქრება მაი ადამიანიო. რატო უნდა დამემუქროს რამე დავაშავე? მე მგონი არაფერი არ დამიშავებია და რა წესიერას რომ მუშაობდა წესიერი მოქალაქეები ვართ ამისა უნდა დავაშანტაჟონ ვერ გევიგე საერთოდ ვერ ხვდები. არ უნდა გოს პასუხი მე რომ დავაშანტაჟო თვითონ და მე რომ ვიჩხუბო და მე რომ ცუდი სიტყვები ვთქვენ მე ხომ მომთხოვენ პასუხს მას რატო არ თხოვენ ვერ გავიგე ესე იგი ვიღაცა ყავს აბა თუ ვიღაცა არ ყავს მაშინ ასე ვერ მოგექცევა ჩემი შვილის ტოლაა მომივარდა ხან და მლანცხავს მაგინებს აბა შეიძლება ასეთი მოქცევა ხო შეიძლება წესიერად და ლამაზად ადამიანს ეელაპარაკო არა ვითომ მაშინებს გამოგაგდებო არავითარ შემთხვევაში არ დავთმობა, არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა შემომთავაზონ, რაც არ უნდა მიქნან. მე ჩემი მაღაზია მინდა და ჩემი მდებარე ტერიტორია თუ გასაყიდია მე ვიყიდი. თუ არა და მას თვითონ ვერ ისარგებლებს. და კანონში თუ წერია ის მაინტერესებს რომ მე შენ საკუთრება გადაგიკეთო. სადმე თუ ხდება მასეთი რამე რომ მე შენი ეზო სახლის კარი გაგიკეთონ და არ გამოგიშვან გარეთ. სახელმწიფო თავის თავს მან ინგერებს მის კანონებს მან არღვევს როგორ შეიძლება არ ეკითხა და აი კაცი არ ყიდულობდა თუ შეგასაყიდი იყო ეს არ გამოადგება ხალხში წავა უკმაყოფილება და თავრობა ხალხითა ხალხის არჩეულია თუ მე იფიქრებენ კიდევ გედეირჩევენ ამიტომაც წინააღმდეგობები აქციები ჩხუბი ომი ვაინები რომ ხალხმა კარგად იცხოვროსო და ეგენი აწყობილი ქვეყანას უნგრებენ არა აი ამას ჩუმად გაყიდა იმიტომ რომ 25 სართული ჰაერი გაყიდა მაგარ მარტო ეს ხო არ მოუგია ძირი ჰაერიც გაყიდა თითო სართულზე რამდენი კვადრატი იქნება 25 სართულზე იმდენი გაყიდა ეს ვის თვალებში ნაცარ ვისაყრის და ნაცი შეღრა თვალებში იმ ბატონს ჰაერი აქვს სარგებელი რომ ახლა რომ უნდა იყიდოს მაგრამ ეს დამაზად რო ეთქვეს ეს წიყიდავდა რაც ყიდა მე რომ გაყიდა და სართულები აშენდება და ოლია წავამატა საწაბაბა მე მომიტანებენ თუ შენთან მოვიდე ხოლმე მოსთან მივიდე და ჩვენ გვინდა ჩვენ საქართველოს იყოს სამართლიანობა აქ არ არის კიდე რომელი პარტიისა რომელი პარტიას არ თამე რომელი გაძლევენ ხო აქ ეს არაფერი შუაში არ არის ჩვენ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ამისთან რაღაც რომ გლეხს წაართვან და ვიღაცა მისცემ ამისთან ხალხი არ უნდა იყოს თავრობაში ჩვენი არჩეულია ეს ხალხი თქვა ხო იმიტომ კი რა გვირჩევია ხალხი რომ ხალხს წაართვან და გლეხები გაანადგურონ და გლეხები გაამწვანონ შეიძლება კანონიერად იყიდა, კანონით იყიდა, მაგრამ ეს კანონთან ახლოს თუ მოდის მიწა ყიდვა გაყიდვის პროცესი, კანონთან არ მოდის პიროვნებასთან, მესაზღვრესთან, მოქალაქესთან, ობიექტთან, პროექტულად არ მოდის, ვინდა ხაზა ეს ნახაზი, გინდა გასაყიდად, გინდა სააუქციონოდ, ანდა მიჩუმათებულად, აუქციონი სახურავის ქვეშ
აუცილებელი რეაციის ქვეშ უნდა კეთდებოდეს და აუცილებელი გაკეთებულია სახურავის ქვეშ ალბათ. ხო და რანაირად ერთი პეწო ადგილი არ ვიცი. ამას უღირს სადავოთ, იმიტომ რომ ცხოვრობს აგერ კაცი, მოღვაწეობს, მუშაობს და იმას რა თურღის და რა ფიქრობს მე არ ვიცი, ვიც არის.